თუ გაწუხებთ ვალგუსური დეფორმაცია, ეს სამი ვარჯიში თქვენთვისაა. გამარჯობათ, მე გახლავართ ტიტო ლაცუზბაია, რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისის რეაბილიტოლოგ კინეზოთერაპევტი. ზოგადად ვალგუსური დეფორმაცია იწვევს მუხლის სახსრის არასწორ დატვირთვას და მენჯის ასიმეტრიას, რაც შეიძლება შემდეგ გადაიზარდოს ტანდეგობის დარღვევაში. ვარჯიშის შესასრულებლად საჭიროა რეზინა. პირველი ვარჯიში. რეზინას ვაბავთ მყარზე და პირზე, მეორე მხარეს ფეხს ვდებთ შიგნით შეკრულ რეზინაში და ვიწყებთ მოძრაობას, კოჭის განზიდვას. ვარჯიშის შესრულებისას ეცადეთ ცერათითი მოიზიდოთ თქვენსკენ, რადგან გამოიკვეთოს ტერფის თაღი. ვარჯიში შევასრულოთ 20-30 ჯერ. მეორე ვარჯიშისთვის რეზინას ვიჭერთ მარჯვენა ფეხით. მარცხენა ფეხს ვდებთ რეზინის შიგნით. ვიწყებთ ტერფის მოზიდვას, ისე რომ ცერათითი მაქსიმალურად მოვიზიდოთ ჩვენსკენ, რომ შევქმნათ ტერფის თაღი. ვარჯიშის შესრულების რაოდენობა ორივე ფეხზე თანაბრად. მესამე ვარჯიშის დროს ტერფებს ვალაგებთ განზე და ვიწყებთ ცერებზე წამოწევას. ამასაც ვასრულებთ 20-30 ჯერ. თუ მოგწონთ მსგავსი კონტენტი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი სოციალური არხის გამოწერა, დააკომენტარეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ლაიქეთ მომავალ შეხვედრამდე.